ან რო ამძაფრებენ სიტუაციას, ისე იგი არაფერი არ იმალება ამ ქვეყანაზე და აი გასკდა ეს ამბავი და გასკდა და შეიძლება ითქვას, რომ ისედაც დაძაბული სიტუაცია მთელ საქართველოში, აი სულ უკანასკნელ წლამდე მიიყვანა, დუღილის წერტილამდე მიიყვანა და ადობდა კიდევ მთელი ქვეყანა. ეხლა დასაგებები მიზეზების გამო ეს არეულობა ხელს ვისაძლებს, მე მგონი ყოველთვის ნათელია. ამიტომ ჩვენ უნდა დავხმარდეთ, დამშვიდეთ, მეც ამადრისა ვარ და მე მგონი ამადრის არის ეს ქართული ოცნების ძალიან ბევრი წარმომადგენელი. უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ერთხელ და სამუდამოდ თუ რაღაც რამდენიმე დღე დარჩა და ამას და ეს წერტილი. აქამდე თუ 1000-ნაირად ნიღბავდნენ და თავს დღეს აღიარეს და დღეს ხო კალმახელიძემ ბრძანა, რომ დეპარტამენტის რაღაც უფროსი გაატაროს. როდესაც ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა ბატონო ბერაბაშვილმა განაცხადა, რომ ჩემი მინისტრობის დროს თუ კი რამე მოხდა, მე ყველაფერზე ვარ პასუხისმგებელი, უნდა აქვს პასუხი მაშინ. დაფიქსირდა, რომ ეს არის 2011 წელს ხო ჩაადენილი ეს დანაშაული მისი მინისტრობის დროს. და არაერთი ფაქტი არის დღევანდელი იმით და ალბათ კიდევ უფრო მეტი ფაქტები გამოვაშკარავდება. რატო ვითხოვენ მარტო კალმახელის გადაყენებას მე ვერ გამიგია. უნდა დაიწყონ ვერაბაშვილის გადაყენებით და პრეზიდენტის გადაყენებით საერთოდ. ეს არის საშინელება, რაც ჩვენ ვნახავთ. საშინელება. ასეთი დამცირებული ადამიანი მე მგონი არც ერთ ქვეყანაში აღარ არის საქართველოში რაც ხდება. არა, არ შეწყვილ ტალღას.